როდის დასრულდება ომი? ამ ომს ბოლო უნდა მოვუყოთ, უნდა დავასრულოთ. მე რომ მაშინ პრეზიდენტი ყოფილიყავი, ეს ომი არ დაიწყებოდა. ილაპარაკეს თუ არა ტრამპმა და პუტინმა მიუნხენის კონფერენციის მოლოდინში. ჩვენ კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით დასრულება გვჭირდება. კრემლსა და თეთრ სახლს შორის კონტაქტები გახშირდა. დიპლომატია დიპლომატიურ ჩარჩოებში. ყველა დონორი ქვეყანა არის ეჭვმიტანილი. მათ აქვთ მტკიცების ტვირთი, რომ ქართულ ხალხს მათ შორის აჩვენონ თუ რაში იხარჯებოდა მათ მიერ გამოყოფილი თანხები. რა უნდა იყოს საელჩოების მისია და როგორი უნდა იყოს დონორების ქცევა. რუბიოს განცხადებებს ყურადღებას დიდად მიაქცევთ. ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა. დასრულდება თუ არა სხვა ქვეყნის მმართველობაში ჩარევა. ხოლო სამუდამოდ უნდა დასრულდეს, ვინაიდან ჩვენ ვართ შემდგარი სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყველა პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. მოქმედებს თუ არა საქართველოში ჯაშუშური ქსელი, რომელიც უცხო ძალების კონტროლს ექვემდებარება. გამოძიება დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით. უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტყუილ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. გენერალური პროკურატურა, სუსი და შინაგან საქმეთა სამინისტრო. სერიოზული პასუხი ამ თემაზე ნამდვილად ვერ გვექმნება. ერთობლივი გამოძიება. მოგვეცემა შესაძლებლობა უკვე ნათლად დავინახოთ სურათი თუ რას ემსახურებოდა ეს დაფინანსებები. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე. დღეს 10 თებერვალია. გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. ფონდები და დონორები, მედია, განათლება, პენტაგონი, დონალდ ტრამპის დავალებები ილონ მასკს. დოჯი ყველაფერს ამოწმებს, მისი თანამშრომლები კი ყველგან შედიან. აუქმებს ყველაფერს, რაც ზედმეტ ხარჯად მიაჩნია და აცხადებს, რომ სამთავრობო სისტემებში და ფედერალურ მთავრობებში ადგილი აქვს მილიარდობით დოლარის კორუფციას. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი თავის თავს თეთრი სახლის ტექნიკურ მაშველს უწოდებს. ახლა ან არაზროს მასკი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას უნიკალური და უდიდესი რეფორმის შანსი აქვს, რომელიც შესაძლოა ამერიკას მეტი არასდროს მიეცეს. ტრამპს მოლოდინი აქვს, რომ მილიარდერი მილიარდობით დოლარის თაღლითობას და გაფლანგვას აღმოაჩენს პენტაგონში, რომლის ბიუჯეტიც 1 ტრილიონი დოლარია. პრეზიდენტი მას უახლოეს საათებში დაავალებს განათლების სისტემის აუდიტსაც. მასკის აგრესიული რიტორიკა ბევრს აღიზიანებს. ვინ არის ეს არარჩეული მილიარდერი, რომელიც კონგრესის გარეშე წმენდას ატარებს ყველგან? ამ კითხვას პასუხი უკვე გასცა დონალდ ტრამპმა და განაცხადა, რომ სად შევადოჯი სწორედ ის გასცემს მითითებას. ამიტომ ტრამპზეა დამოკიდებული შეუწყდება თუ არა დაფინანსება რადიო თავისუფლებას და ამერიკის ხმას. USAID-ის შემდეგ რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა. შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მედია ორგანიზაციების დახურვას ითხოვს. ილონ მასკი მათ რადიკალ მემარცხენეებს უწოდებს და ამბობს, რომ მედია ორგანიზაციები ამერიკელი ხალხის ფულს ფლანგავენ. დიახ, დახურეთ ისინი. ევროპა ახლა თავისუფალია, თუ არ ჩავთვლით მახრჩობელ ბიუროკრატიას. გამარჯობა. მათ აღარავინ უსმენს. უბრალოდ საკუთარ თავს ელაპარაკებიან რადიკალი მემარცხენე გიჟები, რომლებიც წვავენ ამერიკის შეერთებული შტატების გადასახადის გადამხდელთა ფულს, წელიწადში $1 მილიარდ. ამერიკელი მილიარდერი იზიარებს სპეციალურ მისიებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლის პოზიციას. რიჩარდ გრენელმა ილონ მასკის მსგავსად სოციალური ქსელის საშუალებით თქვა, რომ რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა სავსეა მემარცხენე აქტივისტებით და დროა წარსულის რელიქვია მედია ორგანიზაციები დაიხუროს. მედია ორგანიზაციებთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციის კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ტრამპი გეგმავს ილონ მასკს პენტაგონში არამიზნობრივი ხარჯის გამოვლენა დაავალოს. ამერიკის 47 პრეზიდენტის სიტყვებით სამხედრო ხარჯებთან ერთად თანხების მიზნობრიობის შესწავლა სხვა უწყებებშიც იგეგმება. ძალიან მალე შეიძლება 24 საათში ვაპირებთ უთხრა ილონ მასკს, რომ განათლების სამინისტრო შეამოწმოს. შემდეგ სამხედრო სფეროში გადავალთ. მოდით შევამოწმოთ სამხედრო სფერო. ჩვენ აღმოვაჩენთ მილიარდებს, ასობით მილიონი დოლარის თაღლითობასა და თანხების ბოროტად გამოყენების შემთხვევებს. Fox News-თან ინტერვიუს დროს ტრამპს ისიც კითხეს, ენდობა თუ არა მასკს. საფასუხოდ შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ უკვირს როგორ შეუძლია მასკს ახალი საქმიანობისთვის ამდენი დროის დათმობა. ის რომ დონალდ ტრამპი ამერიკელ მილიარდერს ძალიან ენდობა, ეს კადრებიც ცხადად ადასტურებს.
მას შემდეგ რაც ილონ მასკმა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კრიმინალური ორგანიზაცია უწოდა და საჯაროდ თქვა, რომ ორგანიზაციის სიკვდილის დროა ვაშინგტონში USAID-ის ოფისი დაიკეტა. სათავო ოფისი აღარ არსებობს წარწერა და დაფარულია ორგანიზაციის აბრევიატურაც. თუმცა ამერიკის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა ბრძანება, რომლითაც სააგენტოს ათასობით თანამშრომელს სამსახურში სიარული აღარ შეეძლო. დაიბლოკა ასევე განკარგულებაც, რომლითაც სხვა ქვეყნებში მომუშავე USAID-ის ათასობით თანამშრომელს მუშაობა უნდა შეეწყვიტა და სამშობლოში ოჯახებთან ერთად 30 დღის ვადაში უნდა დაბრუნებულიყო. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე USAID ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შეუერთდება, სააგენტოს ადმინისტრირების საკითხებს კი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს. ყველა ფოლადზე, რომელიც შემოდის შეერთებულ შტატებში 25%-იანი ტარიფი დაწესდება. დონალდ ტრამპი სატარიფო პოლიტიკასაც არ ივიწყებს. ჟურნალისტებთან საუბრისას შტატების პრეზიდენტმა დაანონსა, რომ უახლოეს დღეებში ორ მხრივ ტარიფებს გამოაცხადებს, რომლებიც ძალაში დაუყოვნებლივ შევა. ძალიან მარტივია, თუ სხვები გვაკისრებენ გადასახადებს, ჩვენ დავაკისრებთ მათ მსგავს გადასახადებს. იმ შემთხვევაში, თუ ტარიფები ევროკავშირს შეეხება, ამას საპასუხო რეაქცია მოჰყვება. ევროკავშირის პოზიცია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაახმოვანა. დონალდ ტრამპმა 2018 წელს ეს უკვე გააკეთა და ჩვენ მაშინ ვუპასუხეთ. თუ იგივეს გააკეთებს ახლა, ჩვენ კვლავ ვუპასუხებთ. რა თქმა უნდა, არ უნდა ვიყოყმანოთ, როდესაც საქმე ჩვენ ინტერესებს ეხება. არავის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს ევროკავშირთან სავაჭრო კონფლიქტში შესვლა. დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ფოლადზე 25%-იანი, ხოლო ალუმინზე 10%-იანი ტარიფები დააწესა. თუმცა მოგვიანებით რამდენიმე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს საშეღავათო კვოტები მიანიჭა. ახლა კი ადგილობრივი მედიის ცნობით, ტარიფების დაწესება ყველაზე მეტად კანადაზე და მექსიკაზე აისახება, რადგან ეს ორი ქვეყანა ფოლადის მიწოდების კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდი პარტნიორები არიან. პირველი ვისაც ილონ მასკი და დონალდ ტრამპი მიადგნენ USAID იყო მსოფლიოს უმსხვილესი დონორი 40 მილიარდიანი ბიუჯეტით, რომლის თითქმის ყველა თანამშრომელი ახლა სახლშია გაშვებული. მისი ყველა ოფისი კი დაკეტილია. ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა თბილისს კიდევ ერთ ახალ არგუმენტს აძლევს, განაცხადოს, რომ უცხოური ფონდების გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს. ამაზე საუბრობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც, რომელიც აცხადებს, რომ ბოლო დღეების შემდეგ უცხოური დახმარების არასწორად გამოყენებაში ეჭვმიტანილი უკვე ყველა დონორის სახელმწიფოა. რა უნდა იყოს რეალურად საელჩოების მისია და როგორი უნდა იყოს დონორების ქცევა? უცხო ქვეყნის გავლენის ერთ-ერთი მთავარი ძლიერი ინსტრუმენტი ამერიკის განვითარების სააგენტო ახლა თბილისშიც პარალიზებულია, ამიტომ ხელისუფლებას სხვა საელჩოებსაც მოუწოდებს საქართველოსთან დობის ხიდები ააგონ და დაასრულონ სხვა ქვეყნის მმართველობაში უხეში ჩარევა. დიპლომატია დიპლომატიურ ჩარჩოებში დახმარება არ უნდა იყოს ადგილობრივ ხელისუფლებაზე საკუთარი ძალაუფლებისთვის თავის მოხვევა. ეს ვაშინგტონში თქვეს და თბილისშიც იმეორებენ. ქართული ოცნება აცხადებს, რომ ცეკას მეორე მდივნების ეპოქა დასრულდა. უცხოური დახმარების სამყარო უკვე ისეთი აღარ არის, როგორც ის იყო 2 კვირის წინ. შეცვლილი რეალობის გათვალისწინებით უცხოური დახმარების მიზნობრიობის გამჭვირვალობა პარლამენტის თავმჯდომარემ დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა. შალვა პაპუაშვილმა ამის აუცილებლობაზე ჯერ სოციალურ ქსელში ისაუბრა. სტატუს პოსტერი მშვიდობით იარაღოც დაურთო და დაწერა, რომ გამრუდებული უცხოური დახმარებისგან გასათავისუფლებელია პოლიტიკა, სამოქალაქო საზოგადოება და დიპლომატია. ქვეყნის პირველი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ელჩების ნაწილი ქვეყნის მართვის ინსტრუქტორებად იქცნენ და მათი ამოცანა საკუთარი ძალაუფლების თავს მოხვევა გახდა. დღეს უკვე ყველა დონორი ქვეყანა არის ეჭვმიტანილი. მათ აქვთ მტკიცების ტვირთი, რომ გამჭვირვალობით და საჯაროობით ქართველ ხალხს მათ შორის აჩვენონ, თუ რაში იხარჯებოდა მათ მიერ გამოყოფილი თანხები. ამერიკული ფონდების გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების თუ ევროპული ფონდებიც იხარჯებოდა დესტაბილიზაციისთვის საქართველოში. ევროპის დემოკრატიის ფონდი არის ამასთან დაკავშირებით ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ფონდი, რომელიც სპეცსამსახურების მეთოდით იატაკ ქვეშ აფინანსებს რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს თუ რადიკალურ ჯგუფებს.
ქვეყნის იზოლაციის მცდელობა და სახელმწიფო ინტერესების დაზიანება ოპოზიციისთვის მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები მიაჩნიათ, რომ ზოგიერთ მაგალითად USAID-ის შემთხვევაში ამერიკის ახალი ადმინისტრაციის კრიტიკა გასათვალისწინებელი არა. ამბობენ იმასაც, რომ არაერთი პროექტი საქართველოში სწორედ უცხოური დაფინანსებით განხორციელდა. როგორმე ამერიკის შიდა პოლიტიკურ საკითხებში რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთმანეთში ჩამოყალიბდებიან და USAID-ის ისევე როგორც ყველა სხვა დონორის დაფინანსება მოემსახურება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. ის რომ USAID-ის ფულის აბსოლუტური უმრავლესობას, არ ვიცი, 95%-ს დაახლოებით ხმარობდა საქართველოს ხელისუფლება, ამის მაგალითი არის თუნდაც ის მართლმსაჯულების ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომელიც ბოლო 10-12 წლის განმავლობაში განხორციელდა, აი ესეთი რაღაცები ნამდვილად არ უნდა დაფინანსდეს დონორების ფულით. მაშინ, როდესაც არანაირი გამოძიება არ დადებულა USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით და შალვა პაპუაშვილის ცდილობს პროპაგანდისტული ხაზით თქვას, რომ USAID საქართველოში გადატრიალებას აწყობდა, ისევე როგორც შეერთებული შტატები და ამ მაგალითს აღწევს მათ შორის ჩვენს სხვა დასავლელ პარტნიორებზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს თხოვნით მიმართული და სტრატეგიულ პარტნიორებზე ხელშეკრულებებით, რომ დემოკრატიის დახმარება მოხდეს მათი მხრიდან, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ის რეალურად აძლიერებს მტრის ინტერესებს. მმართველი პარტია საეჭვო და პოტენციურ დარღვევებზე დონორებისგან მეტი ინფორმაციის გასაჯაროვების იმედს იტოვებს. თავის მხრივ კი ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით საფრთხეების განეიტრალებას უზრუნველყოფს. დაანონსებული გვაქვს, მათ შორის რომ როგორც მედიის ნაწილში ბრიტანული მოდელი გადმოვიტანოთ ერთ-ერთში, ასევე ფარა ამერიკული კანონი და თუ ესეც არ იქნა საკმარისი, შემდეგ უკვე შევეცდებით, რომ კიდევ უფრო მეტად გავაკეთოთ აქცენტირება იმაზე, რომ სახელმწიფო ინტერესები და ქართველი ხალხის ინტერესები იყოს დაცული. იმ დღიდან, როდესაც უკრაინაში ეს ტრაგედია დაიწყო, ვაკვირდებით თუ როგორ უხეშად ერევიან კონკრეტული ქვეყნის დიპლომატები, ელჩები იქნებიან თუ საგარეო საქმეთა მინისტრები, ჩვენ შიდა პოლიტიკაში გვახსოვს დანიის ფულით დაფინანსებული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია თითქოს შეფუთეს ეს როგორც რაღაცა დემოკრატიული ფესტივალი თუ დემოკრატიის ფესტივალი და ბოლოს ნახეთ, რომ ფრიმიშას ბანერებით იყო ეს ყველაფერი, თქვათ, იქ მოწყობილი. რა თქმა უნდა, ეს ერთხელ სამუდამოდ უნდა დასრულდეს. უცხოური დაფინანსების მიზნობრიობის გამჭვირვალობას სახელისუფლებო პარტია პირველ რიგში არასამთავრობო ორგანიზაციების განითხოვს. მესამე სექტორში ამბობენ, რომ მათი საქმიანობა ქვეყნის ინტერესების შესაბამისია, ნაწილი კი საერთოდ გამორიცხავს, რომ მათი ორგანიზაციის ღიაობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობდეს. ჩემი ორგანიზაციის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კითხვები არ არის. ჩვენ ამ ქვეყნის სასიკეთო საქმის და ამ ქვეყნის ინტერესების და ხალხის ინტერესების დაცვის მეტი არაფერი გვიკეთები, ამიტომ საკუთარ თავზე საუბრობს როგორც ჩანს პაპუაშვილი. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მიღმა კონკრეტულ ინტერესს ხედავენ ქართულ ოცნებაში. მართო გუნდში აცხადებენ, რომ ხშირია შემთხვევები, როცა მესამე სექტორი მათი ორგანიზაციის შექმნის მიზნებს ცდება. ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ ამ NGO-ს წარმომადგენლები პარლამენტის წინ იდგნენ და ხელისუფლებების თანამდებობებს ინაწილებდნენ იმ რაღაც ვირტუალურ ხელისუფლებაში, რომელიც მათ წარმოედგინათ, ისევე როგორც სურვილი ჰქონდათ ბომბები იყოფილიყო საქართველოს და თბილისის თავზე, ვიდრე საქართველოს ყოლოდა ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება. დღეს ყველაფერი გამოაშკარავდა, დღეს შეერთებული შტატებიდან ამ საკითხს წერტილი დაესვა და საგნებს თავის სახელი დაერქვა, ჯერია უკვე ევროპულ ფონდებზე. მართულ გუნდში ამბობენ, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს ის საკანონმდებლო ცვლილებები გაანეიტრალებს, რომლის მიღებასაც ქართული ოცნება მომდევნო თვეების განმავლობაში გეგმავს. უკვე მეორედ ერთ თვეში ირაკლი კობახიძე კვლავ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავა. 11-13 თებერვალი დუბაი მსოფლიო მთავრობათა სამიტს მასპინძლობს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით აპირებს გამოსვლას. 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, 80 საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია. მსოფლიო მთავრობათა სამიტის მთავარი თემა მომავლის მთავრობების ჩამოყალიბებაა. ახალ რეალობასა და მსოფლიო გამოწვევებში სამიტმა უნდა იმსჯელოს იმ ეკონომიკურ ალიანსებზეც, რომლებზეც გლობალური ცვლილებები აუცილებლად მოახდენს გავლენას. ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე წერია, რომ სამიტში მონაწილეობას მიიღებს ილონ მასკი, თუმცა ჩადის დუბაიში თუ ონლაინ ერთვება, ეს არ კონკრეტდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ საამიროებიდან ყველაზე დიდი 6 მილიარდი დოლარის საინვესტიციო პაკეტით ჩამოვიდა, კვლავაც აპირებს საქართველოთი უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას. მსოფლიო მთავრობათა სამიტის 6000 სტუმარს შორის გლობალური ეკონომიკითა და მომავლის ქალაქების მშენებლობით დაინტერესებული არაერთი ბიზნეს ჯგუფია.
რომლებიც მთელ მსოფლიოში ეძებენ ახალ საინვესტიციო ბაზრებს. თუმცა ირაკლი კობახიძეს ბიზნეს წრეების გარდა შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთანაც ექნება. დუბაიში იმყოფება კურიერის გადამღები ჯგუფის შოთა ფალავანდიშვილი მოგყვება ახლა პირდაპირ ეთერში როგორია ქართული დელეგაციის დღის წესრიგი და რა შეხვედრები აქვს ჩანიშნული პრემიერ-მინისტრს. მომავლის მთავრობების ფორმირება ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მსოფლიო მთავრობათა სამიტში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 6000-ზე მეტი სპეციალურად მოწვეული სტუმარი, მათ შორის სახელმწიფოების ლიდერები და წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებიც. უკვე დუბაიში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საკმაოდ წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ის ხვალ სიტყვით მიმართავს აღნიშნულ სამიტს, ამავდროულად გამართავს სპეციალურ შეხვედრებს როგორც მთავრობების მეთაურებთან, ასევე ბიზნეს წრეებისა და სექტორების წარმომადგენლებთან, როგორც ცნობილია, ყოველწლიურად იმართება აღნიშნული სამიტი დუბაიში და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ბიზნეს ფორუმს, სადაც როგორც ბიზნეს საკითხებისა და პოლიტიკური საკითხების პარალელურად განიხილება სხვადასხვა სახის ეკოლოგიურ თემებზეც, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხები, რომელიც მსოფლიოს აწუხებს. ირაკლი კობახიძესთან ერთად დელეგაციაში იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრები. მათ სამიტის დაწყებამდე შეაფასეს ირაკლი კობახიძის ვიზიტი და თქვეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შინაარსის ფორუმებში მოხდეს საქართველოს კიდევ უფრო მეტად ინტეგრირება, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე ეკონომიკური კუთხით, როგორც ვიცით, დაგეგმილია საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები იმ ბიზნეს წრეებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოსი და რომელთა სამომავლო გეგმებში შედის სწორედ საქართველოსთან თანამშრომლობა. მინისტრები ამბობენ, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი სახის ფორუმებზე აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა. მსოფლიოს მთავრობების სამიტში საქართველოს რეგულარულად მონაწილეობს. ეს არის უნიკალური პლატფორმა, სადაც შეიძლება როგორც სხვა ქვეყნის სამთავრობო წარმომადგენლებს, ასევე ბიზნესის ლიდერებს შევხვდით. ჩვენ სამიტის ფარგლებში გვექნება შეხვედრები სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, ბიზნეს ჯგუფებთან, მათ შორის რა თქმა უნდა ხაზგასასმელია ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. ჩვენ სპეციალური ეკონომიკური კავშირები გვაქვს ამ ქვეყანასთან და ამ ვიზიტის ფარგლებში გვექნება ბევრი საინვესტიციო პროექტზე მუშაობა, განხილვა, მათ შორის გვექნება ვიზიტები ისეთ ორგანიზაციებში, რომლებიც საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავენ. მნიშვნელოვანია როგორც თავად საქართველოს მონაწილეობა და საქართველოს ხმის გაჟღერება ამ სამიტის ფარგლებში, ასევე ორმხრივი შეხვედრების გამართვა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, მაღალი დონის დელეგაციებთან. რა თქმა უნდა, აქცენტი ძირითადად კეთდება ეკონომიკურ თემებზე, თუმცა ეს არ არის არ შემოიფარგლება სამიტი მხოლოდ ეკონომიკური თემების განხილვით. მის დღის წესრიგშია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რაც საქართველოსთვის ასევე აქტუალურია, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე ზოგადად ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით. ირაკლი კობახიძე სამიტის მონაწილეებს ხვალ მიმართავს. თავად სამიტი, რომელიც ყოველწლიურად დუბაიში იმართება 13 თებერვლამდე გაგრძელდება. კობახიძეს სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ დაგეგმილი აქვს მაღალი რანგის შეხვედრები, მათ შორის იმ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოსთან სამომავლო პარტნიორობით. მადლობა. შოთა ფალავანდიშვილი საუბრობდა დუბაიდან პრემიერ-მინისტრის ვიზიტსა და მთავრობათა სამიტზე, რომელიც ხვალ იწყება. პოლიტიკაში მთავარი მოთმინება საქართველოსთვის მდგომარეობა უკიდურესად რთულია, ამიტომ ჩვენ ვატარებთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას. ჩვენ პროქართულები ვართ. ირაკლი კობახიძემ ვრცელი ინტერვიუ მისცა შვეიცარიულ Wealth Watch, სადაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, უცხოური ძალების ჩარევაზე, ოპონენტების ლობისტებზე, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბრა. ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოცნების პირველი პრემიერის და პარტიის დამფუძნებლის როლზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისაბაძი მაგალითია, რომელმაც ქვეყნის ინტერესებს ყველაფერი შესწირა. ევროკავშირში ჩვენი დამოუკიდებლობით უნდა შევიდეთ. შესაძლებელია შეინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, მშვიდობა და ღირსება და გახდა ევროკავშირის წევრი. აცხადებს პრემიერი ერთ საათიან ინტერვიუში, რომელიც მან შვეიცარიულ გამოცემას მისცა.
different sides and in Georgia for example the opposition was claiming that main message of your party ბოლო არჩევნებში, რომელიც მოიგეთ, თქვენი მთავარი დაპირება მშვიდობა იყო. სამწუხაროდ ევროპაში მშვიდობა არ გვაქვს. თქვენი აზრით, როგორ დასრულდება უკრაინაში მიმდინარე ომი? 2022 we are struggling a lot 2022 წლიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან ბევრს ვიბრძვით, რათა თავიდან ავიცილოთ ომი საქართველოში. საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა არის პირველი ხელისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში 90-იანი წლების შემდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომლის დროსაც საქართველოს შეძლო მშვიდობის შენარჩუნება. 2022 წელი უაღრესად რთული იყო საქართველოსთვის, რადგან იყო დიდი ინტერესი, რომ მეორე ფრონტის ხაზი ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო. მაგრამ ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესები და მოვახერხეთ ამ ქვეყანაში ომის თავიდან აცილება. ამიტომ ჩვენი საარჩევნო კამპანიაც მშვიდობის საკითხზე იყო კონცენტრირებული. ქართულ ხალხს ვუთხარით, რომ ეს არჩევნები 2024 წლის არჩევნები იყო ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების გზა და რომ ქართულ ოცნებას ამ მხრივ ალტერნატივა არ ჰქონდა, რადგან ალბათ იცით, რომ ოპოზიცია საზღვარგარეთ მოკავშირეებთან ერთად ფართოდ გვიბიზგებდა ომისკენ, მაგრამ მიუხედავად ამ სირთულეებისა, მიუხედავად პირდაპირი მოწოდებისა, რომ საქართველოს მეორე ფრონტის ხაზი გამხდარიყო, ასეთი გზავნილები ჰქონდა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან და ასე შემდეგ. ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება, რაც საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ბოლო 2 წლის განმავლობაში. ასე რომ მშვიდობა ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია დღესაც, როდესაც უკრაინაზე ვსაუბრობთ. ჩვენ რა თქმა უნდა უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინაში არსებული სიტუაციით. უკრაინელი ხალხი მეგობარი ერია, ქვეყანა მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ომი მალე დასრულდება. შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის გზავნილები ოპტიმისტურად გვაფიქრებინებს, რომ ომი მეტნაკლებად მალე დასრულდება. The most pressure on Georgia. აღნიშნეთ, რომ თქვენს დამოუკიდებლობაზე და სუვერენიტეტზე ზეწოლა მიმდინარეობდა. ვინ ცდილობდა თქვენს კონფლიქტში ჩართვას? How fierce was this pressure? we have რამდენჯერმე აღვნიშნეთ შეხვედრები დახურულ კარს მიღმა, როდესაც ჩვენთან მოდიოდნენ კონკრეტული ოფიციალური პირები და საუბრობდნენ ომზე, მეორე ფრონტის ხაზზე, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე, რაც გაანადგურებდა საქართველოს ეკონომიკას და უზარმაზარ რეცესიას, უკუსლას გამოიწვევდა საქართველოს ეკონომიკაში. ისინი გვაშანტაჟებდნენ და ამავდროულად იყენებდნენ საერთაშორისო ინსტიტუტებს ზეწოლის ელემენტის პრაქტიკაში განსახორციელებლად. უნდა შეგახსენოთ, რომ ევროპარლამენტმა მიიღო 5 განსხვავებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ შანტაჟის ნაწილი იყო. ევროპარლამენტი დიდი გავლენის ქვეშ იყო. თქვენ იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ახალი ღიად საუბრობს Deep State-ზე. ჩვენ ვსაუბრობდით გლობალური ომის პარტიაზე. ეს მეტნაკლებად ერთი და იგივეა. You said Georgia like Switzerland is a small თქვით, რომ საქართველოს შვეიცარიის მსგავსად პატარა ქვეყანაა, თუმცა ძალიან საშიშ გარემოშია. ძლიერი მეზობლები ყავთ. რამდენად საშიშია საქართველოსთვის პუტინის რუსეთი? როგორც აღვნიშნე, 4-ვე განსხვავებული ომი მოგვიწია და ამ 4-ვე სხვადასხვა ომში ჩართული იყო რუსული მხარე, რუსული სახელმწიფო. ამიტომაც გვაქვს ეს ფრთხილი პოლიტიკა, გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვატარებთ რუსეთის ფედერაციის მიმართ. რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა ამ დრომდე არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური კავშირები, არც პოლიტიკური კონტაქტები, ამიტომ კომუნიკაციის ეს ნაწილი უბრალოდ უკიდურესად შეზღუდულია, მაგრამ ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები, გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობები, ასე რომ ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ჩვენ ვაპირებთ შევინარჩუნოთ ეს სურათი ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე, რა თქმა უნდა, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება. ეს ასევე იურიდიული საკითხია, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი საკითხიც. If Georgia would finally enter the European გაბრკოლებთ თუ არა საკითხი, რომ თუ საქართველოს ევროკავშირში შევა, დამოუკიდებლობას დაკარგავთ. So we have to ევროკავშირში ჩვენი დამოუკიდებლობით უნდა შევიდეთ. ძირითადად ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ეს იყო ჩვენი მთავარი სლოგანი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი თავსებადია ერთმანეთთან. შესაძლებელია შეინარჩუნოთ თქვენი დამოუკიდებლობა, შეინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში, შეინარჩუნოთ ღირსება, ხელი შეუწყოთ თქვენს კეთილდღეობას და გახდეთ ევროკავშირის წევრი და შეინარჩუნოთ თქვენი წევრობა ევროკავშირში. იყო სპეკულაცია ჩვენს განცხადებებთან დაკავშირებით. ძირითადად რაც ჩვენ თქვით იყო ის, რომ ჩვენ არ ვაპირებდით გაწევრიანების მოლაპარაკებების დაყენებას. ეს არ იყო ევროინტეგრაციაზე, ეს იყო კონკრეტულად გაწევრიანების მოლაპარაკებებზე, რომელიც არის ევროინტეგრაციის სპეციფიკური ინსტრუმენტი. ამიტომ ჩვენ არ ვაპირებდით ამ საკითხის გაწევრიანების საკითხის დღის წესრიგში დაყენებას ჩვენი მხრიდან 2028 წლამდე. ამავე დროს ჩვენ ვთქვით, რომ თუ ევროკავშირი აპირებს შესთავაზოს საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებები, ჩვენ დაუყოვნებლივ შევუერთდებით მას.
მართალია თუ არა, რომ ყოფილი მთავრობის უცხოელი წარმომადგენლები ზეწოლას ახორციელებდნენ თქვენს ხელისუფლებაზე? ჩვენ მოხარული ვართ, რომ ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ზუსტად იგივეს ამბობს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მას შემდეგ, განსაკუთრებით 2022 წლიდან. საქართველოში ეს ფაქტი იყო, მაგალითად USAID, National Endowment for Democracy და ზოგიერთი სხვა ფონდი, იყო ასევე ევროპის ფონდი, European Endowment for Democracy. ისინი აფინანსებდნენ არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ ისინიც აფინანსებდნენ ქართულ მედიას, მათ შორის ტელეარხებს, მათ შორის ვებმედიას და სხვა სახის მედიას საშუალებებს. Is democracy under threat in ემუქრება თუ არა დღეს საქართველოში დემოკრატიას საფრთხე? What is the greatest threat? Democracy is permanently under threat. დემოკრატია მუდმივად საფრთხის ქვეშაა და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ მუდმივად უნდა ვიბრძოლოთ ამ ქვეყანაში დემოკრატიის შესანარჩუნებლად. სოფლიო მთავრობები და ეკონომიკური ბაზრები ომის დასრულების მოლოდინში არიან უკაკეთდება პროგნოზები ასახელებენ სხვადასხვა თარიღს, მათ შორის საუბარი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტაზე იმ დრომდე, სანამ უკრაინაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ დაინიშნება. ფაქტია, კრემლსა და თეთრ სახლს შორის კონტაქტები გახშირდა, არც ვაშინგტონი და არც მოსკოვი ოფიციალურად არ ადასტურებენ, რომ ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბარი შედგა. თუმცა ნიუ-იორკ პოსტის კორესპონდენტზე დაყრდნობით ამაზე უკვე წერს მთელი მსოფლიო პრესა. მსოფლიო ჯერჯერობით რეპლიკებით მსჯელობს, მაგალითად პესკოვის, რომელმაც განაცხადა, რომ შესაძლოა არის რაღაც ისეთი, რის შესახებაც მან არ იცის. ტრამპი კი ამბობს, რომ ახლო მომავალში კიდევ ბევრი საუბარი იქნება. ამერიკის პრეზიდენტი უკვე გზავნის თავის დესანტს ევროპაში, ბრიუსელში ჩადიან ვიცე-პრეზიდენტი, თავდაცვისა და სახელმწიფო მდივნები და ასევე გენერალი, რომელიც ტრამპმა უკრაინის ომის საკითხებში სპეცწარმომადგენლად დანიშნა. ბევრი რამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაირკვევა. გავრცელებული ინფორმაციის სწორედ მიუნხენში უნდა გახდეს ცნობილი ომის დასრულების რა პაკეტი აქვს დონალდ ტრამპს. ტრამპი პუტინს ესაუბრა. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამერიკის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ რუსეთის ლიდერთან მისი სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. ტრამპმა განმარტა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შესაჩერებლად მოსკოვთან და კიევთან დიალოგს აწარმოებს და ამ სამშვიდობო პროცესში წარმატებას მიაღწია. სატელეფონო კონტაქტი შედგა, თუმცა მე არ მინდა ამის შესახებ ვისაუბრო. არ მსურს ამის შესახებ მოგიყვეთ. ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. მჯერა რომ პროგრესს მივაღწევთ. ჩვენ რუსეთს და უკრაინას შორის მიმდინარე ომის შეჩერება გვინდა. არ მომწონს იმის ყურება თუ როგორ იღუპება ასობით ათასი ახალგაზრდა. ვსაუბრობთ ორივე მხარესთან და ეს გაგრძელდება. ამ ომს ბოლო უნდა მოვუყოთ. უნდა დავასრულოთ. მე რომ მაშინ პრეზიდენტი ყოფილიყავი, ეს ომი არ დაიწყებოდა. პუტინს საჭირო დროს შევხვდები. დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის დასრულების საკუთარ გეგმაზე სასაუბროდ ევროპაში ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს აგზავნის. მიმდინარე კვირას ბრიუსელში რამშტაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე და მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის ქვეყნების ლიდერებს ტრამპის პირობას წარუდგენს. შტატების დელეგაციას მიუნხენში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, რომელმაც ევროპაში საკუთარი ვიზიტი დღეს საფრანგეთიდან დაიწყო. ჯეიდი ვენსი პარიზიდან გერმანიაში ჩავა. მასთან ერთად მიუნხენში უშიშროების კონფერენციას ესწრება სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰექსეტი და უკრაინის საკითხზე ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი. მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე უნდა დავსვათ. ჩვენ კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით დასრულება გვჭირდება. ჩვენი დანახარჯი უნდა ავინაზღაუროთ და ის უკრაინელებთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს. საუბარი მათი სასარგებლო წიაღისეულის, ბუნებრივი რესურსების, ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესახებ იქნება, ასევე ჩვენი რესურსების შესყიდვის შესახებ. მოლაპარაკებები ამ კვირაში გაიმართება. ამიერიდან კონფლიქტზე პასუხისმგებლობა ევროპელებმა უნდა აიღონ. ტრამპი ამ ომს დაასრულებს, რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ეს ცალსახად ევროპელების პასუხისმგებლობა იქნება. ამერიკის პრეზიდენტის ინიცირებულ სამშვიდობო პროცესს ეხმაურება ოფიციალური კიევი. უკრაინა მოკავშირეებისგან ომის სამართლიანი პირობებით დასრულებას და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას ითხოვს. ქვეყნის პრეზიდენტი ამ გარანტიებში ნატოში გაწევრიანებას ან ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო სტატუსის აღდგენას მოიაზრებს. ჩვენ გააზრებული გვაქვს, როგორ უნდა დასრულდეს ომი. რეალური დიპლომატიით შეგვიძლია უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უზრუნველყოთ. ნატოს რომ ეთქვა, მზად ვართ ალიანსში მიგიღოთ, თუმცა არა იმ ტერიტორიაზე, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობსო. ეს სამართლიანი იქნებოდა და დავთანხმდებოდით. ეს იქნებოდა გარანტია. ძალიან ბევრი საკითხი და დეტალიან განსახილველი. თუ მეცოდინებოდა, რომ ამერიკა და ევროპა არ მიგვატოვებს, მხარს დაგვიჭერს და უსაფრთხოების გარანტიებს მოგცემს, მაშინ ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებებისთვის ვიქნებოდი მზად.
ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ბერლინში იმსჯელეს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერთან ფრიდრიხ მერცთან სატელევიზიო დებატებში თქვა, რომ უკრაინა ნატოში ვერ გაწევრიანდება. იგივე გაიმეორა მერცმაც. ამასთან ერთად დოიჩე ველე წერს, რომ გერმანიის კანცლერობის ორივე კანდიდატმა თავი შეიკავა ომის დასრულების საკუთარი სცენარის შეთავაზებისგან, რადგან ისინი მიუნხენის კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების გეგმას ელოდებიან. უკრაინის ნატოში გაწევრიანება უახლოეს მომავალში ვერ მოხდება, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ამის წინააღმდეგია. მე ისევ ვთვლი, რომ ეს ძალიან სახიფათო ომია. ჩვენ ყოველ დღე უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს დაპირისპირება ნატოს და რუსეთის ომში არ გადაიზარდოს. მართებულად არ მიმაჩნია უკრაინას იმგვარი იარაღი მივაწოდოთ, რომელმაც შესაძლოა რუსეთის შიდა ტერიტორიაზე მასშტაბური დამანგრეველი ეფექტი იქონიოს. ზუსტად ესაა ის ნაბიჯი, რომლის გაკეთებაც არ ღირს, თუ თქვენ გერმანიაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ. უკრაინას არ შეუძლია ნატოს წევრი გახდეს, იმიტომ რომ ნატო არ იღებს ალიანსში ქვეყნებს, სადაც ომი მიმდინარეობს. უნდა დაველოდოთ იმას, რასაც ამერიკის მთავრობა გეგმავს. ამერიკის გარეშე პროცესი ვერ წარიმართება, თუმცა ეს არც უკრაინის ზურგს უკან უნდა ხდებოდეს. კარგი იქნებოდა, რომ ევროპელებს საერთო პოზიცია გვქონდეს, ან თუნდაც ამერიკასთან ერთად საერთო სტრატეგია ჩამოგვეყალიბებინა. სავარაუდოდ ამ კვირაში გაიმართება ამერიკის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელიც დონალდ ტრამპმა ერთი კვირის წინ დაანონსა. მას ზელენსკისთან გარიგების დადება უნდა, რომლის შესაბამისად უკრაინამ ამერიკული იარაღის საფასური ქვეყანაში არსებული წეღისეულის მარაგებით უნდა აანაზღაუროს. პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამი უწყება საბოტაჟის საქმეს გამოიძიებს თან დამამძიმებელ გარემოებაში, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ძალების მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. მომჩივანი ნეიტრალური საქართველოა, რომელმაც პროკურატურისგან ჯაშუშური ქსელის გამოვლენა და ბოლო 13 წლის მანძილზე ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების რევოლუციის დამხობის გეგმების გამოძიება მოითხოვა. მთავარი ეჭვმიტანილები არიან სააკაშვილის პარტია, მელია გვარამიას, ახალი ყოფილი ბანკირების ლელო და ყოფილი პრემიერის გუნდი ვატო შაქარაშვილი და მისი ორგანიზაციის წევრები მზად არიან ბარიერ გადალახულების წინააღმდეგ პროკურატურას ჩვენებები მისცენ საჩივართან ერთვის ბრალდებების ნუსხაც. მოპასუხე მხარე გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს და პროკურატურას საპირისპირო მოთხოვნით მიმართავს. შეისწავლონ ნეიტრალური საქართველოს საქმიანობა ქართული ოცნება კი, რომელმაც უკვე შექმნა საპარლამენტო კომისია, დარწმუნებულია, რომ შესაძლო პროკურატურის გამოძიებაში არაერთი ცნობილი პოლიტიკოსის გვარი ამოტივტივდეს. აქ არსებული ჯაშუშური ქსელი მთლიანად მოქმედებდა გარედან მიღებული დაკვეთებით და მას ჰქონდა არა მარტო ისე ვთქვათ სიტყვიერი ბრძანებები, არამედ ფინანსური უზრუნველყოფაც. გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე საათში გენერალურმა პროკურატურამ ჩვენება ნანა კაკაბაძეს ჩამოართვა. ის ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიერ წარდგენილი საჩივრის ერთ-ერთი ავტორი და განმცხადებლებიდან პირველია, ვინც 4 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებები წარუდგინა. საუბარია საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით დაწყებულ გამოძიებაზე, რომელიც 2012 წლიდან დღემდე შიდა და გარე აქტორების მხრიდან სახელმწიფოსა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შეისწავლის. ერთიან ნეიტრალურ საქართველოში ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიები უცხოური ორგანიზაციების დახმარებით ქვეყანაში რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობდნენ, რაც სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ჩვენი საჩივარი ეხება ნაციონალური მოძრაობის და მისი, ისე ვთქვათ, დანაყოფების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს. ჩვენ რამდენიმე მუხლით შევიტანეთ პროკურატურაში, როგორც შევთვის გახდა ცნობილი, სულ 2 მუხლით არის აღძრული საქმე. ვფიქრობთ, რომ ეს დანაშაულებები გაცილებით უფრო ფართო მასშტაბის იყო და ალბათ ამ დაკითხვაზე ამ მტკიცებულებების საფუძველზე შესაძლებელი გახდება ალბათ გადაიხედოს და რაც გასაზიარებელია გაიზიაროს. ჩვენი განცხადება იცით რომ ეხებოდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, რომელიც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას ჩვენ ქვეყანაში ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობას და რის უკანაც იდგა ფინანსები, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა უცხო ქვეყნებიდან, იქნებოდა ეს USAID-ის, NED-ის თუ სხვა ფონდების მხრიდან, რომ აპირებ, რომ მათ შორის ეს საჯაროდ გაკეთებული რევოლუციური შინაარსის განცხადებები წარმოადგინო ერთგვარ მტკიცებულებად. გამოძიებას, რომელსაც ერთდროულად 3 უწყება გენერალური პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები საგამოძიებო უწყებას თავად განმცხადებლების საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებენ. ესეთი გამოძიება 1200-ია უკვე ყველა ასეთ საქმეზე დამკითხეს.
ნუ ეს არ არის სიახლე, თუ გამიძახეს სასამართლოზე მივცემ ჩვენებას. სერიოზული პასუხი ამ თემაზე ნამდვილად ვერ გვექმნება. ერთი შემიძლია ვთქვა, არ გვეშინია. პროკურატურას პირიქით მოუწოდებთ, რომ თვითონ ამ ადამიანების საქმიანობაში ესწავლათ და შემდეგ უკვე გადავიდნენ სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიებაზე. მართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ გენერალური პროკურატურა დაწყებული გამოძიების ფარგლებში დანაშაულებრივ სქემაში ჩართულ არაერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოს გამოავლენს, ვინც ბოლო წლებში უცხოურ ორგანიზაციებთან თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების გამო კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს. ისინი იღებენ ინსტრუქციას უცხოეთიდან. ჩვენ ნახეთ, რომ მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სპეცსამსახურებმა ტრული მიზნებისთვის შემოაპარა საქართველოში არჩევნების წინა დღეებში. მას შემდეგ რაც დაიწყო ომი უკრაინაში, დაკავებული იყვნენ პირველივე დღიდან ისინი თანამშრომლობდნენ სხვადასხვა უცხო ჯგუფებთან, რომ მოხდარიყო სანქცირება საქართველოსი და ასე შემდეგ. ღალატი არის შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო თანამშრომლობა უცხო ჯგუფებთან, ძალებთან. წინ არის გამოძიება და მოგვეცემა შესაძლებლობა უკვე ნათლად დავინახოთ სურათი თუ რას ემსახურებოდა ეს დაფინანსებები, რა იყო მოტივი. ჩვენ ვნახეთ აგერ ამერიკელმა ჩვენმა კოლეგებმა ბატონი ტრამპის ადმინისტრაციამ გააშიშულა თუ რაში იხარჯებოდა და კრიმინალებს და თაღლითებს ეძახის. და ეს რას ხმარდებოდა? ეკლესიების, რელიგიის საწინააღმდეგო ქმედებებს, ადაწესების, LGBT პროპაგანდის უფრო მეტად გაშუქებას. შესაბამისად, საფუძველი არის გამოძიების. ყველა იყო ჩართული ფაქტიურად უსამშობლოების. მეტი რა არის აგერ ნახეთ, ხო? რასაც აკეთებენ. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის ტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე დღეს დაიწყო. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 2, 318 და 319 მუხლებზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების მიზნით გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფთან ერთად საგამოძიებო ჯგუფში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ჩაერთნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის მონაწილეთა საქმეების განხილვა გრძელდება, რომლებსაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან 500 ლარი და აჯარიმეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელსაც 27 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ. სასამართლო განხილვა გაიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც, სადაც 9 პირის საქმეზე მსჯელობდნენ. გელამ თიულიშვილს, ნინო ქათამაძეს, ვლადიმერ აფხაზავას, ხვიჩა ვაშაყბაძეს, კეთევან ფილაურს, მაია ცირამოს, ირინა ზარანდიას, გივი ცინცაძეს და ეკა კუხალაშვილს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების დარღვევას ედავებოდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით 9 პირს 5000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე სასამართლოს ცნობებს მართველი გუნდიც გამოეხმაურა. მოსამართლე ხალბატონმა ნინო მუხიძემ დღეს დამაჯარიმა 500 ლარით და არ გაითვალისწინა რეალურად არც ერთი მოცემულობა რაც იყო. მე არ ვაპირებ გაჩერებას, ვაპირებ გავაგზავნოთ, ის საჭირო იქნება სტრასბურგამდე ჩავალ. ფიქრობთ, რომ იმ მცირე მნიშვნელობის მქონე ქმედების გამო, რასაც ადგილი ჰქონდა 26 იანვარს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოებები, რომ ეს იყო სიმბოლური აქტი სოლიდარობის ნიშნად. ეგრეთ წოდებულ გულანთებულ და რაღაც იმ ადამიანებს, ვინც ან თავს იტყუებს, ან სხვისგან არის მოტყუებული, რომ პროცესებში მათი მხარდაჭერა ჭირდება დესტრუქციას, მათ ყველას რა თქმა უნდა, არა დესტრუქციის მხარდაჭერისკენ, არამედ საღი აზრისკენ მოუწოდებთ და კარგად გაიაზრონ ის მოვლენები და პროცესები, რომელიც მსოფლიოში ხდება. ბრაკონიერობის, დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილებების გამო კატასტროფულად შემცირებული სახეობის გადარჩენა გრძელდება კოლხურ ხოხობთან ერთად ქვეყნის ფაუნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს. ნაკადულის კალმახის გასამრავლებლად დასავლეთ საქართველოს მდინარეებში 100,000-ობით ქვირითი ჩაიდო. ქვემო სვანეთი და რაჭა ნაკადულის კალმახის პოპულაციის გამრავლებას ზედამხედველობას ახლა რეინჯერებიც უწევენ. წლის ბოლომდე საქართველოს მთის მდინარეები კიდევ მილიონამდე ქვირითით უნდა შეივსოს. 20,000 კალმახი იქნა გაშვებული. ქვემო სვანეთში მდინარე ხელედულა წითელ ნუსხაში შეტანილი მდინარის კალმახის 20,000 ქვირითით დათევზიანდა.
რამდენიმე კვირაში ათასობით ლიფსიტად ცურვას დაიწყებს. 3 ათეული წლის შემდეგ ხელედულადან კალმახის ნაკადი ცხენის წყლისკენ ისევ გაცურავს. განადგურებული იყო უკვე თევზი თითქმის ძალიან დიდი და სასულიშვილო საქმე გაკეთდა. მდინარის კალმახის პოპულაციის გასაზრდელად ქვემო სვანეთის სხვა მდინარეები ამ ეტაპზე სულ 100,000 ქვირითით დათევზიანდა. 90,000 ქვირითიდან გამოჩეკილი წითელ ნუსხაში შეტანილი თევზი კი კახეთის მხარეში, ბაწარა ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე გამრავლდება. მდინარეებში თევზის ხელოვნურად გამრავლება ევროპის არაერთ ქვეყანაშიც აპრობირებული მეთოდია. მოხდა წითელწიწკლებიანი კალმახის დაქვირითიანება და დათევზიანება. მე მოხარული ვარ იმით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ჩართულია. ეს პროექტი გაგრძელდება აუცილებლად. საქართველოს მდინარეებში მოწყვლადი სახეობების აღდგენისთვის ჩატარებული ღონისძიებები ველური ბუნების სააგენტოს პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სააგენტოს ინფორმაციით პროექტმა ათობით მდინარე უკვე მოიცვა და მილიონობით ქვირითით დათევზიანება მოხდა. პარალელურად მუდმივ რეჟიმში ხდება მდინარეების მონიტორინგი და პოტენციალის შესწავლა. ხდება მდინარეში შეტანა უკვე განაყოფიერებული ქვირითის როცა დარჩენილია სულ რამდენიმე დღე, რომ ქვირითი გადაიქცეს ლარვად და შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში ის უკვე დაიწყებს ცურვას. უკვე მრავალ მდინარეში, რომელშიც ფიქსირდებოდა ნულოვანი თევზის რაოდენობა, დღეს უკვე შესამჩნევია და თვალხილულია, რომ ნაკადულის კალმახი უკვე ფიქსირდება ამ ტერიტორიებზე. ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარეებში აღდგენილი სიცოცხლე გარემოს მრავალფეროვნებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ადგილობრივი მთავრობაც ძალიან ბევრს აკეთებს აქაურობისთვის და ეს კიდევ ძალიან დიდი საქმე გაკეთდა მდინარეში ამდენი თევზის გაშვება. თუ ჩვენ თვითონვე არ მივხედათ ამ ბუნებას, არ მოვუარეთ და არ დავიცავით ისინი, რა თქმა უნდა, ბუნება უკან და უკან წავა. ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტის 2025 წლის გეგმის მიხედვით საქართველოს მდინარეები კიდევ 700,000 ქვირითით უნდა დათევზიანდეს. ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება. ეს არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების მდგრად მართვას და რათა მოხდეს ასევე აკვაკულტურის სახალისება. ეს არის შეუქცევადი პროცესი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. საქართველოში წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის აღდგენა 2016 წლიდან დაიწყო და დღემდე მდინარეების დათევზიანება 3,5 მილიონი ქვირითით მოხდა. 30 წელის სცენაზე თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი ხვალ ქართველი კომპოზიტორის ლილიკო ნემსაძის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლებს ქართული ესტრადის პოპულარული სიმღერების პოპულარული კომპოზიტორის საიუბილეო კონცერტზე მონაწილეობას ყველა ის მომღერალი და ანსამბლი მიიღებს, რომლებთანაც ლილიკო ნემსაძეს უმუშავია. ჩუბად ნათქვამი ასე ქვია შემოქმედებით საღამოს, რომელიც კომპოზიტორის შემოქმედების თაყვანისმცემლებს ხვალ საღამოს უმასპინძლებს. ვინ გამიქარვებს და შემოდგომის ვსედნება 90-იანი წლები მუსიკის ისტორიაში გარდამტეხი იყო. სწორედ ამ პერიოდში ახალგაზრდა კომპოზიტორი ლილიკო ნემსაძე გამოჩნდა, რომელმაც ყველა დროის ყველაზე პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებები შექმნა. ალბათ მალე დაღამდება ივილი გაივის და ისევ გამიცე. ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამორჩეული სიმღერები დღემდე საპატიო ადგილს იკავებს მელომანების არქივში. შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით ჩუმად ნათქვამი კომპოზიტორის საიუბილეო თარიღს ეძღვნება 30 წლის შემდეგ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. ის ჰიტები გაჟღერდება, რომლებიც ქართული სასიმღერო ხელოვნების მნიშვნელოვანი ნაწილია და თაობების გემოვნებას 10 წლეულების შემდეგაც ექვემდებარება. 25 წელი არის სიმღერების, რომელიც შესრულდება შექმნიდან დღემდე და 30 წელია ჩემი შემოქმედების. რაღაცა ცოტა ისეთი ამაქვს ცოტა ნოსტალგია ძველი მელოდიების, რომელიც მაშინ შეიქმნა განახლებული სახით მოისმეს მსმენელი. იქნება ბენდით რამდენიმე სიმღერა, ასევე იქნება რომანსი და ესეთი მრავალფეროვანი კონცერტი იქნება. რეპერტუარი 23 მუსიკალური ნომრისგან შედგება და კონცერტში ის შემსრულებლები მონაწილეობენ, რომლებმაც ლილიკოს სიმღერები ჰიტად ახსიეს. მსმენელი ძველი მელოდიების ახალ ვერსიებსაც მოისმენს. პატარა ვიყავი ძალიან 8 წლის პირველად ლილიკოს სიმღერა რო შევასრულე. სიმღერას
ქვია სიმღერა სიყვარულს გავს. ტექსტით ძალიან ისეთია თემატური ჩემთვის, იმიტომ რომ ყველა ლირიკოს სიმღერა მართლა სიყვარულს გავს. ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი სიყვარულით სავსე საღამო იქნება. შემოქმედებით საღამოზე ქართული ხმები, თეატრალურის კვარტეტი, ფორტე და ვაჟთა ვოკალური ანსამბლები იმღერებენ. კამერული ორკესტრი კი მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით იქნება წარმოდგენილი. რთული არის ერთ საღამოში დაატიო ის ბრწყინვალე მუსიკალური შემოქმედება, რაც ამ წლების განმავლობაში ჩვენმა განსაკუთრებით ძვირფასმა კომპოზიტორმა ლილიკო ნემსაძემ შექმნა. არ არსებობს სიმღერა, რომელიც არ გახდა ძალიან პოპულარული და ძალიან დიდი სიყვარული არ დაიმსახურა ხალხში და ჩვენ ვეცდებით, რომ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში რაღაც ნაწილი მაინც გაჟღერდეს. ვერ შევძელი უშენობა ვერ შევძელი ლილიკო ნემსაძის შემოქმედებამ ქართველი მსმენელის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. დღემდე მისი ნაწარმოებები დიდი რეიტინგით სარგებლობს მუსიკალურ ჩარტებსა და რადიო სადგურების ეთერში, რაც იმაზე მეტყოლებს, რომ კომპოზიტორის თვითმყოფადმა ხელწერამ დროს გაუძლო. ევროპის 45 ქვეყანა 1000 სპორტსმენით, რომელთა შორის 8 ქართველია ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის პირველობისთვის იბრძვის დღეს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ქართველმა სპორტსმენმა მონაწილეობა მიიღო ბიატლონში, თუმცა წარუმატებლად. კარგი შედეგებით ვერც მოთხილ ამურეები დაიკვეხნიან ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის პირველ დღეს გიგანტურ სლალომში ქართველებიდან საუკეთესო შედეგი ირაკლი ხერგიანმა აჩვენა. 64 მონაწილიდან მან 53 ადგილი დაიკავა. გიგანტურ სლალომში ქართველი სპორტსმენები ოღონდ ამჯერად ქალები საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ხვალად შეეცდებიან, ისევე როგორც მოციგურავეები, რომელთა ასპარეზობაც ბათუმის ყინულის არენაზე ზეგ დაიწყება. ბაკურიანი 2025 ახლა ევროპული მედიის ყურადღების ცენტრშია. კურორტზე ოლიმპიური ფესტივალის გასაშუქებლად ევროპის წამყვანი მედია საშუალებები არიან ჩამოსულები. შეჯიბრი კი ზამთრის სპორტის 8 ოლიმპიურ სახეობაში იმართება. ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის დიდი სანახაობა დაიწყო. ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ მე-17 ოლიმპიადაზე პირველი საშეჯიბრო დღე შედგა, სადაც 5 ქართველი ათლეტი გამოვიდა. საქართველოს სახელით გიგანტურ სლალომში 4-მა, ბიატლონში კი 1-მა სპორტსმენმა იასპარეზა. ახალგაზრდა ქართველმა ბიატლონისტმა შიო ქუჩუკიანმა ასპარეზობა 64 ადგილზე დაასრულა. სლალომში ქართველებიდან საუკეთესო შედეგი ირაკლი ხერგიანმა აჩვენა, რომელმაც 53 ადგილი დაიკავა. მიხარია, რომ ასეთ შეჯიბრებაზე შემეძლო გამოსვლა და ჩემი შედეგი დავდე. მეტი შეიძლებოდა სიმართლე რომ ვთქვა, მაგრამ კმაყოფილი ვარ. ეს იქნება ჩემთვის мотиваცია, რომ შემდეგ შეჯიბრებაზე უფრო ძლიერად და უფრო მეტი სიმტკიცით გამოვიდე. კონკურენცია ძალიან ძლიერი იყო, სიმართლე რომ გითხრათ. იყვნენ ათლეტები, რომელიც ძალიან კარგად და ასე ვთქვა, ძალიან ძლიერები იყვნენ, მაგრამ მაინც გაუკაჩავთ საქართველოს. ამიტომ ჯერ ფარხმას ვერ დავყრით და არ დავყრით კიდეც და ამიტომ შემდეგ შეჯიბრებაზე მაქსიმუმს გავაკეთებთ. შტაბ-ეჭვდებები მართლაც ძალიან მაღალია. დაიწყო ოლიმპიური ფესტივალი. დღეს ქონდა პირველი შეჯიბრის დღე. ვიასპარეზეთ. ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ და წინ გვაქვს ისევ შეჯიბრები და იმედია ვასახერებ ჩვენ ქვეყანას ჩვენი შედეგი. ხვალ საქართველოს სახელით კიდევ 2 სპორტსმენი გამოვა. შეჯიბრი ქალთა შორის გიგანტურ სლალომში გაიმართება და მონაწილეობას ნელი უსტიმენკო და ანასტასია მირიანაშვილი მიიღებენ. ცერემონიაზე ძალიან გავერთე, ჩემთვის რაღაც დაუწყარი გამოცდილება იყო და ეგეც მსოფლიოს არასოდეს არ ყოფილიყარი და რაც შეეხება შეჯიბრს, მინდა რომ ყველა მონაწილეს წარმატება უსურვა და ერთ სული მაქვს როდის დაიწყება. ჩემი შეჯიბრი ხვალ არის. სხვადასხვა დისციპლინებში გამარჯვებულები სპეციალურად მოწყობილ სცენაზე დაჯილდოვდებიან. მედლების გადაცემის საზეიმო ცერემონია ყოველდღე 19 საათზე გაიმართება. მთელი დღე შეჯიბრებები მიმდინარეობდა, არა მხოლოდ ბაკურიანში, არამედ ბათუმშიც და თბილისშიც. მე დავესწარი პირველ შეჯიბრებას ბიჭებში გიგანტურ სლალომზე. ბრწყინვალე ჩაიარა, ძალიან კარგი თოვლის საფარია. მონაწილეებისგან დადებითი შეფასებები მოვისმინე. ასევე ვიყავი ბიატლონზე. ბრწყინვალე ტურნირი იყო, ლამაზი გარემოთი, რაც ასევე мотиваციას გვაძლევს ბაკურიანში სამომავლოდაც დავგეგმოთ შესანიშნავი ღონისძიებები. აქ ყველა ბედნიერია, მათ შორის გამარჯვებულები. ეს არის სიგანათმული ნაბიჯი ზამთრის საღამოს გამგზავრებისთვის. წარმატება უსურვოთ ჩვენ სპორტსმენებს და იმედია რომ მომავალში მეტი სპორტსმენი მოყოლება მონაწილე.
ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ ბაკურიანში გაიხსნა. შეჯიბრებები საქართველოს სამ ქალაქში, ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს. საქართველოს სახელით სპორტის სამ დისციპლინაში ჯამში 8 ათლეტი ასპარეზობს. მე იმედი მაქვს, რომ რა კიდეს ახალგაზრდული სპორტია, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენები ფავორიტთა შორის არ იგულისხმებიან, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს 10-ეული, 20-ეული, თავისთავად კარგი შედეგი იქნება. ეს იყო პირველი სასაჯიბრო ჩვენი ოლიმპიადი, სადაც იასპარეზეთ ჩვენმა სამთო-სათხილოვო მოთხილამურებმა. მე მინდა მათ მომავალში წარმატებული ასპარეზობა უსურვო ოლიმპიადა, რა თქმა უნდა შეიძლება ამ ოლიმპიადაზე მათ ვერანახეს ის შედეგი, რომელიც თითოეულ ქართველს გაახარებდა, მაგრამ მათი პერსპექტივა გვაძლევს იმ იმედს, რომ მომავალში არაერთ დიდ შეჯიბრზე ასახელებენ საქართველოს და მოიპოვებენ იმ სანატელო ქროსმელებს, რომელიც ზამთრის სპორტის სახეობაში ცოტა გარკვეულწილად დაგვიგროვდა. ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი გამოვა. დახურვის ოფიციალური ცერემონია 16 თებერვალს ბაკურიანში გაიმართება. ასეთი იყო დღევანდელი დღე 11 თებერვალი და კურიერი 9 საათზე. ჩვენს ეთერს ახლა ბაკურიანიდან ლაშა დვალიშვილთან ერთად ოლიმპიური დღიური განაგრძობს. ჩვენ კი დღეს ამ თვალსაჩინო მუშაობას და ხვალამდე გემშვიდობით. ნახვამდის.